საქართველოში 7 წელია ავტომობილების საყოველთაო ინსპექტირება ვალდებულებაა, თუმცა ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის მტკიცებით კანონის აღსრულება გამოწვევა. მათი ინფორმაციით ინსპექტირება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალებები დღესაც გადაადგილდებიან და პროცესის სრულყოფისთვის ჭკვიანი კამერების ფუნქციონირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სპეციალისტების ნაწილი კი არც ინსპექტირება გავლილი მანქანების ტექნიკურ გამართულობაშია დარწმუნებული, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ მძღოლებისა და შემოწმებელი კომპანიების ურთიერთგარიგებით ქვეყანაში დაინერგა ეგრეთ წოდებული ლოიალური ინსპექტირება, რაც ტიპური კორუფციული სქემაა. არც ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ადამიანების გარდაცვალების და დასახიჩრების მაჩვენებელი არის შემცირებული და ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობაა. ეს აღმოჩნდა ინსტრუმენტი ხელისუფლებისთვის, რომ ეკეთებინათ ფული მრავალი მიმართულებით. ერთი ეს არის თავად ინსპექტირების სფეროში არსებული ბიზნესი და იქ არის მსხვილი დომინანტი კომპანიები, რომლებიც ხელისუფლებასთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულები და მეორეს მხრივ ეს თავად მოსაკრებელი, რომელიც ასევე მიდის წილი ხელისუფლებასთან. რატომ ვერ იმუშავა რეფორმამ საქართველოში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი დირექტივაც იყო? რა ვერ ან არ დავნერგეთ ქართულ რეალობაში ისეთი, რამაც ევროპულ გზებზე გადაადგილება უსაფრთხო გახადა? საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისა და სატრანსპორტო საკითხების ექსპერტის მევლუდ მელაძის განმარტებით, რეფორმა ისე გაიშვა, რომ აღმასრულებელი და განმახორციელებელი რგოლი ტექნიკურად მოუმზადებელი აღმოჩნდა, რამაც რეფორმის ეფექტი შეამცირა. თავიდან ეხლა ყველა შემთხვევაში როცა ახალია, ყველაფერი მკაცრია, მკაცრად იყო ამის შემოწმებაც, კამერებით, ამით ასე შემდეგ, როგორღაც ეს ამას ემუშავა. და შემდეგ როგორც ხდება ხოლმე, დაიწყეს გზების ძებნა ხალხმა და რა ბევრ გზას მიაკვლიეს. ვიღაცამ იპოვა გზა გამონაბოლქვი როგორ დამალოს, ვიღაცამ იპოვა გზა როგორ ითხოვს, თუნდაც რაღაც კონკრეტული დეტალები მისცოთ ექსპერტებმა გაიაროს, ასე შემდეგ. ანუ ის, რასაც რეალურად ვამბობდით, რომ ქართული ავტოპარკისთვის უნდა იყოს მორგებული, ის თვითონ მოირგო ხალხმა, რომ ავტომობილი იმ დონეზე ყავდეს, რომ ტექინსპექტირება როგორღაც ხილული მხარე მაინც გაატაროს რა. ტექინსპექტირების პროცესი რომ დასახვეწია, ამაზრ სიზიარებს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარეც. თუმცა დავით მესხიშვილი იმასაც ხაზს უსვამს, რომ მართალია რეფორმა ხარვეზებიანია, თუმცა ამ რეფორმის გარეშე ბევრად უფრო სავალალო შედეგები გვექნებოდა, ვიდრე ახლა გვაქვს. ერთ კონკრეტულ ინსპექტირების ცენტრში რაღაც ხარვეზდება, მაგრამ იგივე ავტომობილი ხარვეზის აღმოფხვრელად გადის შემდეგ სხვა ინსპექტირების ცენტრში წარმატებით უკვე ინსპექტირებს. ჩვენ გვაქვს ახლა სიტუაცია, როდესაც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ დაიწყო მონიტორინგი ინსპექტირების ცენტრებზე. ორი თვე რაც დაიწყო უბრალოდ ეს პროცესი. გამოწვევებში უნდა ვთქვათ, კვალიფიციური პერსონალის ვერ შენარჩუნება, ანუ გადინება კვალიფიციური პერსონალის არის ძალიან მაღალი. და ეს უკავშირდება ძირითადად შემოსავლებს და ხელფასებს. საქართველოში სატრანსპორტო საშუალებაზე მაყუჩის თვითნებური გადაკეთება 2 ივლისიდან აიკრძალა. ის რომ ტექინსპექტირება მხოლოდ ფორმალობაა და მიზანს ვერ ამართლებს, სპეციალისტებისთვის იმითაც დასტურდება, რომ დაჯარიმებულ მაყუჩიან სპორტულ მანქანებს შორის აბსოლუტური უმრავლესობა ტექინსპექტირება გავლილია. ეს კი სპეციალისტების ნაწილს უჩენს განცდას, რომ მმართველი ძალის მიერ ბიუჯეტის შესავსებად ხელოვნურად მოგონილი აქტია. სპეციალისტების აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ საპატრულო პოლიციის მიერ მძღოლების დაჯარიმების ფორმა გადასახედია. საბიუჯეტო შემოსავლებს აქვს პრობლემა, შეჩერებულია საერთაშორისო გრანტებიდან შემოსული თანხები, სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მნიშვნელოვანი ფინანსური კონტრიბუცია ბიუჯეტში არის თითქმის ნულამდე შემცირებული და უნდათ რომ ეს დააკომპენსირონ სხვადასხვა საბიუჯეტო შემოსავლებით, რომელსაც პირდაპირ მოქალაქეები ჯიბიდან ამოიღებენ. გადაწყვიტეს, რომ ყველაზე მარტივი იქნებოდა ეგრეთ წოდებული სპორტული მაყუჩების ესე ვთქვათ, დაჯარიმება ქონის გამო. ერთი რომ შენ გაქვს ტექნიკური ინსპექტირება, შესაბამისად შეგიძლია ტექნიკური ინსპექტირებას მოთხოვო უკვე დამატებითად ეს ხმის კონტროლი და თუ ვინიცობა ვიღაცამ გაიარა ეს ხმის კონტროლი, ამის შემდეგ გახდა მისი ავტომობილი ხმიანი,
პატრული ინსპექტორები აღჭურვო შესაბამისი მოწყობილობით, რომელიც გაზომავს ამ ხმას და ამის შემდეგ დააჯარიმო. ანუ ხმაურით შედის გარემოს დაბინძურებაში და ითვლება ძალიან საზიანოდ ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ეხლა თუ ინსპექტირება გაიარა და იქ ნორმაშია ყველაფერი და შემდეგ გამოვიდა გზაზე და ისეთი არის როგორც ინსპექტირებამდე იყო, ეს ამ შემთხვევაში უკვე გზებზე კანონის ახსნილების ნაწილია, ეს არის პოლიციის საკითხი. ეხლა მეორე მხარეა როგორ მოწმდება. ეს არის ალბათ დასახვეწი, გადასახედია ეს როგორ ხდება ამ გზებზე კანონის ახსნილება. პოლიცია უნდა იყოს შესაბამისად აღჭურვილი იმისთვის, რომ არ მოყვეს ამას პროტესტი უკვე მძღოლების მხრიდან. რაც შეეხება გზებზე უსაფრთხოების სტატისტიკას, 2024 წელს დაფიქსირდა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი 60,850 შემთხვევა, სადაც 444 ადამიანი დაიღუპა. ეს მაჩვენებელი სამჯერ აღემატება ევროპულ მაჩვენებელს. მარტო 2025 წლის პირველ 3 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევებს 112 ადამიანი ემსხვერპლა. გამოდის, რომ გამკაცრებული კანონმდებლობა ავარიების სტატისტიკაზე დადებითად ვერ აისახება.